რას გეტყოდა ახლა შენ ჩაფიქრებული ადამიანი? ალბათ ბევრჯერ გიფიქრია, ან ბევრჯერ გიოცნებია, ან ბევრჯერ აგიგია დიალოგი საკუთარ გონებაში, საკუთარი ემოციებიდან, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე. ხო და მოდი უბრალოდ ვიკითხოთ, რას გეტყოდოთ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? იცი რას გეტყოდა, რომ მის გულში, მის თვალში, მის გონებაში ხარ მეფე ან დედოფალი, ვინც მიყურებთ თქვენთვის მოირგეთ. გეტყოდოთ, რომ თქვენს გარეშე ძალიან ცუდად არის და არასამართლიანად მოგექცეთ. გეტყოდოთ ბოდიშს, რომელსაც ამზადებს თქვენთან მოსატანად, სათქმელად. და გეტყოდათ იმ მადლობას, რომელიც მისთვის გაგიკეთებიათ, რაც მისთვის გაგიციეთ, რაც მისთვის სიკეთით გაგიციეთ და მიგიტანიეთ. მადლობა ყურადღებისთვის. და გეტყოდათ ყველაზე მნიშვნელოვანს, მთავარს, იმას, რომ ძალიან უყვარხართ.